ირაკლი კობახიძე წერილში ასევე წერს, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა. როგორია სინამდვილეში დღეს ქართული სასამართლო? ის არის ან ქართულ ოცნებასთან აქტიურად მოთანამშრომლე, ან დადუმებული, ან სისტემიდან გარიყული. ქართულმა ოცნებამ და მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა ეპიზოდური დაძაბულობების შემდეგ საერთო სპოვნა მოახერხა. სინამდვილეში 2019 წელს ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეებზე ნათქვამით ცნობილი ფრაზა, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ, ახლა კარგ რაღაცებს ჩადიან, სწორედ ამ საერთო სპოვნის დადასტურება. ეს საერთო კი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილია. ეს ურთიერთობა სარგებლიანობის ლოგიკაზე დგას. ქართულმა ოცნებამ უნდა მიიღოს ის სასამართლოსგან, რაც ჭირდება, სანაცვლოდ კი უნდა დააბრუნოს კარიერული უსაფრთხოება და უბადო პრივილეგიები. ამ ურთიერთობის ნაწილია უსაფრთხოება არა მარტო იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან, არამედ მათი უსაფრთხოებაც, რომლებიც იღებენ ასეთ თამაშის წესებს და არ გამოხატავენ საკუთარ აზრს. ის კი, ვინც საერთოსგან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, სისტემიდან გაირიღება. სინამდვილეში ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი მხოლოდ ქართულ ოცნებაში არ მიმდინარეობს. სასამართლოც წლებია იწმინდება კრიტიკული და განსხვავებული აზრისგან.